გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება. დღეს ჩვენთან სტუმრად არის პატა აბულაძე. ბატონო პატა, გამარჯობათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს და მადლობა რომ მომიწვიეთ. ბატონო პატა, თქვენ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ ქართული ოცნების. დიახ, ეგრეა. და მინდა გკითხოთ, ბატონო პატა, რას ფიქრობთ იმ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში, რომლებსაც არაბები ახორციელებენ? რატო ეძახით ინვესტიციას ჩემთვის გაუგებარია? ამას ქვია ექსპანსია საერთოდ. ინვესტიციას ეს ეძახიან, გავიგე, რა თქმა უნდა, რა თქმა უტრირებ, მაგრამ ესე საერთოდ ამას ესე ქვია, ექსპანსია ქვია. ინვესტიცია მესმის მე ქარხნების, რაღაცა ეკონომიკური დოვლათის მომატების, ხალხის დასაქმების და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი არ არის მანდა. მე უფრო მეც გეტყვით, რომ ჩვენთან თუ შემოიტანეს რაღაც ტილიანი 6 მილიარდი, აი ყველა რო კუჩი აიშალა ქართველები. სახელმწიფო ექსპერტები და რო გამოიყვანენ, მაგრამ ყველა რო მილიონერია. ყველა მილიონერი ექსპერტი ყავთ. ერთი უბრალო კაცი კი არა ყავთ. ყველა ვინც ეხ მაგ პროექტს იცავს, ყველა ფულიანია. მაგათაც შევეხებით. უყურეთ რა. სანამ ჩვენთან შემოიტანდნენ მაგენი ამ ტილიან 6 მილიარდს 111 მილიარდი შეიტანეს აფრიკაში. თუ ვინმე მეტყვის, რომ აფრიკაში, საცა ეს მილიარდები შეიტანეს, 100 მილიარდზე მეტი, ერთი აყვავებულ ქალაქს, სახელმწიფოს, ან იქ ვინმე დასაქმდა, კი, დასაქმდნენ ბარდერებში. ეს ამაზე უდაოა. ხო, მე ხმას აღარ ამოვიღე, ვიტყვი რომ სვაი ძმო მაგალითი შეიტანეს და აყვავდა. უფრო მეც გეტყვით. ამას წინათ მე გუიჩინა. სამწუხაროდ არ აგვაქვს ასეთი ინფორმაცია. კი, არა, ხო აქვს რაღაც ის ხო იციან ამ ლიბერასტიამ ეს Google და Google. ვაი მიგუგლო ნახავ და ნახავ ის მარტო ჩვენთან კი შემოიტანეს აპირებენ შემოტანას. ამას ეხა ჩამოუფრინდი მოსკოვიდან და იქ მამუკა ფიფიას ჩემი ოჯახის წევრის იგივე მეგობრის დიდი ქართველის წყალობით დავესწარით კონფერენციას, სადაც გამოდიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის და ყოფილი საგარეო მინისტრი, ძალიან გავლენიანი პიროვნება როგორც რუსეთში, ისე SNG-ს ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ლექციებს კითხულობს როგორც MGU-ში, MGIMO-ში და სხვადასხვა ამერიკის რომელიღაცა ინსტიტუტები მითხრა. წამოიყვანა მამუკამ დაპატიჟა თავის რესტორანში, საოჯახო რესტორანში, ორბატზე, გენაცვალეში. და იქ საუბრობდით, იქ ველაპარაკებოდით, შევარდნადით ველაპარაკეთ 90-იანებზე, მოკლედ რუსეთ 90-იანი წლების რუსეთზე, ტაჯიკეთზე და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შევეკითხე, იმიტომ რომ აქტუალური თემა იყო, ის რა თქვენ ახლა მე კითხვა დამისვით, რომ მეოთხარი აი ახლა ჩვენთან მეოთხარი 6 მილიარდის შემოტანა უნდათ მეოთხარი ესეთი პროექტი აქვს. პირდაპირ გეტყვით რა, რომ მაგან ეს შემოხედ ჯერ გაეცინა. ხო და მე პირდაპირ ჩვენთან მაგათ ცდელობა გქონდათ შემოგვთავაზეს 16 მილიარდის შემოტანაო. და ჩვენ მათ უარი ვუთხარითო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ მორწმუნეები ვართო, ანუ შიიტები ვართო, თუ რაც არიან ეგენი, ჩვენ მაინც უარი ვუთხარითო. და ეს აფრიკის ისა მაგალითად მოიყვანა. აი ამის გამო რომ მაგალითი ვნახეთ, რომ მაგათი მიზანი რა არისო, ჩვენ უარი ვუთხარითო. აი წარმოგიდგენიათ ეხლა ვამბობ? ერთ მორწმუნემ უთხრა უარი. ეგ თქვენი კომენტარი გავრცელდა Facebook გვერდზე. კი, სხვადასხვა ეგ ქონდა მე ჩართვა, აი რესტორანიდან როგორც გამოვედი, აი იმ რესტორანში მოსაწევად გამოვედი ქუჩაში და მეგობარია ჩემი, ლევანი ქვია, ესე ფორტოვი ესეთი ის აქვს, ლინკით და მე რო ჩავთე და ეგრევე იმდენად გამაოგნა ამ ინფორმაციამ, რომ აი მინდოდა რომ ერთი აგური შემეტანა ქვეყნის გადარჩენისთვის. და პირდაპირ ჩავთი და მოურდებლად თქვი ეს რაც იყო. ხო, გააქრეს შემდეგ ეს. ხო, გააქრობენ რა თქმა უნდა, ამიტომაც აკრძალეს ეს კანონით რაღაც გასაჯაროება, რა არის და ამასაც რო აწვევიან, რომ მე არ მესმის იმ ხალხის, რო ითხოვს
აბა გაასაჯაროოს ხელშეკრულება. ვეკითხები ახლა იმ ხალხს, ვინც მაგას ითხოვს. შეგიძლიათ ფანტაზიის დონეზე მაინც ამიხსნათ, ან როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენთვის რა არის, ისეთი რა უნდა ეწეროს იქ, რომ ქართველმა კაცმა თქვას, რომ თუ ესეა, მიეცით ბატონო, ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი სივრცე. ანუ ყოფილი მიეცით საქართველოს ის რომელიღაცა ნაწილი, რომელიც იქნება უკვე ყოფილი საქართველო. აი ისეთი რა უნდა ეწეროს იქ, რომ ქართველი კაცი დაკმაყოფილდეს და დაწნარდეს. რას ელოდებით, აი რა უნდა ეწეროს იქ ისეთი. საშინელებების გარდა, რატო ვითხოვს ეხლა გასაჯაროებას? შემთხვევით ეს იმიტომ ხო არ არის, რომ აი აქ იტრიალოთ, აი აქ იტრიალოთ. აი ხო. იმიტომ რომ თვალის ასახვევად არის. თვალის ასახვევად, თქვენი მიზანი რა არის, რომ აბა მანახე რა არის? აბა მანახე რა არის ხაწერია? აი ეგ გატრიალებენ, ისინი არ განახებენ, შენ ამას ითხოვ, ისინი არ განახებენ, მე რაღაც კაცო, გეკითხები, ამ კითხვას როსვავ. როგორ წარმოგიდგენია, რა უნდა ეწეროს ისეთი, რომ შენ თქვა, რომ ბიჭო, რატო გვიმალავდი, კაცო, თუ ესეთი კარგი იყო. აი ესეთი რამე გონიათ ვინმეს, რომ იქ ეწერება, აბა მათში რატო იკითხოთ? რაც არ უნდა მათ სიკეთე ეწეროს, აი რაც არ უნდა სიკეთე, ვინ მოგცათ უფლება თქვენ? საქართველოს ტერიტორიას აძლევთ საკუთრებაში და იმას ხდით ყოფილ საქართველოს ტერიტორიად. უფრო მეც გეტყვით, კაცო. არაბებზე საერთოდ არ ბრასდები. მაგაძე ჩესნი, ესე იგი, მე არ ვიცი, ესე კაცი გამოვიდოდეს და ესე თქვას, რომ კიო 60%-ო დიდელები ჩამოლენო, თანაც ხაზი გაუსვა. არაბები ყატარიდანო, პაკისი რა არის, კაცო. პალესტინიდან თუ რაც არის რა, როგორც ახსნა. ხო არ მოგატყუათ, კაცო. ჩესნად გითხრათ ქართველებს სიმართლე. ხო რა თქმა. ბიჭო, ის კაცი არ გიმართ, ის ბიზნესი იმას სულ მაპატირა ფეხებზე კიდია, კაცო. იმას დასამალე არაფერი არა აქვს. აქა ის დიდრები რო აი ერთ წუთი წარმოვიდგინოთ, დიდრები ჩამოვიდნენ. ერთი წუთით ახლა ეს არაბები გადადეთ და ვეუნდები იმ ხალხს, კაცო. წამო ერთი გამომყევით ჩაგიყვანოთ რუსთაველზე პაძემკაში. აი ამენით რატო ლაპარაკობ, რომ ხალხის გასაგებ ენაზე ლაპარაკობ. ჩაგიყვანთ პაძემკაში და იქ პირდაპირ გეუნებით, თქვენ როგორც მამაკაცი, თქვენი ქვეშ შეხვალთ იმ ბარში და რესტორანში. იქ შევა არასრულწლოვანი გოგოები, ქართველი გოგოები, კსტატი. და ამას ხო შევეგუეთ, კაცო? ანუ ჩვენის ერი ვართ, ჩვენის ხალხი ვართ, რომელიც ყველანაირ სოდომიზმს ვეგუებით. ხა ვიღაცას ეს წინის არ წეს, კაცო, მილიონობით მაგალითს მოგიყვანთ მაგისას. ეს ქართველი ქალები, კაცო. რა ქნა ხა ბიჭო, ძალიან არ სიამოვნებს, მაგრამ რავი, გატენილია თურქეთი, კაცო. სასტუმროები და ისინი ხა რამე აკასპრომ, ბიჭო, აღარ წავლენ იქა და იმ დიდებთან მივლენ, კაცო. რაღაცა ირბინონ, ხა იგი ისჯონ და თავები პარსონ კიდე. აგერ არა ყავს დიდარი ხალხი, კაცო. მარტივად კიდე ერთ მაგალითს გეტყვით. ვიღაცა გლეხს კახეთში, გურიაში, სადღაც, რა ვიცი მე. აქ მიწის ტერიტორია, მის კერძო საკუთრებაში. ვერ ამუშავებს, არა აქვს ფული, კაცო. უბრალოდ გლეხი კაცია რა. თვითონ მივა იმ არაბთან და თვითონ შესთავაზებს. ის არაბი იმხელა ფას გადაუხდის, რას ლაპარაკობ, კაცო, დედაბუდიანად მიყიდის. ხო, რა თქმა უნდა, ეგრე მოხდება. კიდე მეც გეტყვით. ეს რაც კატაკლიზმები მოყვება, ამაზე არ ლაპარაკობ ჯერ. ვიღაცას აქ ბიზნესმენია, სამშენებლო კომპანია აქვს და რა ვიცი, ვერ აშენებს რა, გაკონტრდა ტიპი, რამდენი გინდა გეტამო ქალაქში განახოთ, დაუმთავრებელი მშენებლობები, გადაყრილი მოსახლეობა. თვითონ მიირბეს კაცო იმ დიდარ არაბთან, ის დიდარ არაბი რას ეტყვის? ავაშენოთ 40% ჩემი, 60 შენი. ამ 40%-ში ვის ჩამოგისახლებ, კაცო, ეგ შენი საქმე არ არის. ამიტომ ვამბობ, უყურეთ ხალხო. თქვენ აი ორი ესეთი ეს რო იყოს, აი ორი ცუდი, უფრო ცუდი, ანუ მეიდანის მოწყობა და ეს ექსპანსია. მე რომ მკითხო, მე მეიდანს ავიჩენო. ხო მაგარი ცუდ რამეს ვამბობ. ეს გერჩივნოდეთ და რატო? ესენი პირობას გადაძლევთ, ერთ წელსაც ვერ გაკაჩავენ მაგათ პატრონები.
ჩემი სამყარო მაგათ მალე დაამხობს იქ. ისედაც დამხობილები არიან, უკვე რას გვანან კი ხედავთ. თუ ვერ გვაჩერებს ვერაფერი. აი ეს მეორე სამყარო, რასაც ექსპანსიას ვეძახი მე. სინონიმი მოუნახოთ მაგას, არაბიზაცია. არაბიზაციას, ხო? ეს უკვე გენეტიკურ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ის არაბი რო იცის რომ იმ დიდარმა არაბმა კაცო, იმის არაბის შვილმა, რა ვიცი, 17 ცოლი ყავდა, რა ვიცი, 15 საყვარელი. თან სხვათა შორის პედოფილიაზე მიდრეკილი ხალხია ეგენი. თუ 12-14 წლის ბავშვები მოყავთ ცოლად. არა, ახალი არაფერია, მათ დაშვებული ეგ თემა. გეკითხებით. რას ეტყვით ცოლად რომ მოიყვანოს რატო? წაიყვანს დუბაიში აგულავებს, კაი მეებში და რა ქართველები ხო ვარ შეჩვეულები 30 ვერცხლს კაცო. ამიტომ გეუნებით, რას ეტყვით? არ კანონშიც აწერთ, არ შეიძლება არაბს გაყვეცოლა, ფაშისტები ხო არა ვართ კაცო. ეს იქნება ისეთი ექსპანსია, რომ ეს იქნება გენეტიკური გეუნებით მე თქვენ. ეს კიდევ ყველა ახლო მომავალში არ ვიტყვი, მაგრამ არც ისე ხანგრძლივობაში ეს საფრთხე არის ჩვენი ტერიტორიების აფხაზეთი და სამაჩაბლოს უკვე საქართველოს დანარჩენი საქართველოსთან აღიარების და გეტყვით რატო. თაობა წამოვა აი იმ სამყაროდან ესე არაბიზაციის სამყაროდან თაობა წამოვა, არავინ არ მითხრას რომ არ წამოვა, გადახედეთ ლონდონს, ევროპულ ქვეყნებს, წინათვეს ბარსელონას, ამერიკაში საერთოდ ის აიჩვიეს ვაფშე ისეთი თაობა წამოვა, რომელსაც ემოციურად სულ ფეხებზე კიდია თქვენი აფხაზეთი. თვითონ ეტყვის, მაიტა რა ვაღიერებ აფხაზეთს, მაგრამ 1-2 სასტუმრო მე ამაშენებინე იქა. ის დრო მოვა ჯორჯიან ტაიმსის ეთერში მომდი მაგას, ის დრო მოვა მეოთხე ქვეყანაში. უყურეთ რატო გეუბნებით. ხელისუფლებამ დაიქირავა, ესე ვთქვათ, მაგას დაქირავება ქვია, დაიქირავა თავისი ექსპერტები. მაგას ვეძახი მე ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტებს ვეძახი მაგათ. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გოგა ხაინდრავაზე. პირველი მე მინდოდა დამესვა რომ რას ფიქრობთ მის განცხადებებზე განაცხადა. ჯერ გეტყვით ტიპაჟი ვინ არის. ბოდიში თუ თქვენ კითხვას გავასწარი. უყურეთ როგორ არის. ამ ქართველთ მოძულემ ამტკიცებს რომ თბილისის ომის დროსო მე ციხეში ვიყავიო. მე ხა სახელებს ვიტყვი ვინ გამოიყვანა ეგ ციხიდან და სად მივიდა პირველი. გაქანებულ თბილისის ომის დროს. ნოდარა იყო მხედრიონელი და კოტიკას ვეძახოდით. რო გამოიყვანეს მივარდა თბილისის ომში. იქ სასტუმროში. თბილისის სასტუმრო იყო მაგას. მაგის მერე ავტომატით როგორც საჭირო სამხედრო ფორმა რა მე იმ წუთში გამოიცვალა. მაგის მერე სამეგრელოს ეგზეკუციაში მიიღო მონაწილეობა. იქ სკოლა იყო თუ ინტერნატი იყო თუ საშუალო სკოლა დაძუსტებით არ ვიცი, მაგრამ იქ მაგ მამაძახლმა მაშინ იყო ნარკოტიკი ყაყაჩო, ეხლა რო არის გეროინდესი. ყაყაჩოს გაიკეთა, მაგრამ უანგიდრიდოთ რაღაცა ის მე არ ვიცი ზუსტად რა. მოკლედ გახდა აი დააწითალდა რაღაცა, საიდან ვიცი მე მაგი. ვინც მან მონაწილეობას იღებდა, ისინი მე ჩემ ბატალიონში იყვნენ. და ამბობდნენ, მაშინ მეუბნებოდი, ამას რა უნდა სახელმწიფო მდივნათო. მაშინ იქ აფხაზეთის რაღაცა. და აქედან ვიცი ეგა. ზუსტად ვიცი და მიტომ. даже ხაკის ბუშკლატა ეცვაო. აი ეს ხაკის ბუშკლატა ალბათ იქიდან აქვს. აი მე დეტალებს ვიცი რა. ასე რომ ესეთი თუ მაგან თელი ცხოვრება გაიარა ისე რომ საცა მივიდა იქ ყველგან ქართველი კაცის სისხლი დაიღვარა. ვეკითხები ხელისუფლებას მეტი გამправებელი ვერ ნახეთ. ისე როგორ გაგიჭირდათ რომ ქართველთ მოძულეს უხდით ფულს ყოფილ ლიბერასტს. კადრები ხა კიდო კაი კადრები გავრცელდა კაცო. ტელი დეგნარს და ევროკავშირზე ეს ემართებოდა ორგაზმი რო ემართებოდა. კი, მაგას ეგრე ქვია. ბუკეტით რო დარბოდა, ხო, ცილინდრიანი ბუკეტით, კაცო. ბიჭო, გადამე ესეთი კამილიონი მე შეცხოვრებაში არ მინახია. მე ხელისუფლებაში მიკვის ბიჭო, სხვა ვერ ნახეთ ხალხო.
სხვა დამწვით იცით რომ ტიპი თელი ცხოვრება არის ნეგატივი, არასდროს დადებითი ტიპი არ ყოფილა, არასდროს. თუნდაც იქ თავის საახლობლოში რო იჯდა. თუნდაც იქ კაცო აი ლევანა ცხონებული ლევანა ჩემი ახლობელი პრეზიდენტის კანდიდატი რო იყო, ეს უკვე ჩემი თვალით ნახე კაცო. აი იქ მედიოდა შლიპინი კაცო. აი მოგა ხაინდრავაზე გეუნებით კაცო. ესეთი ფსიქოტიპი რო ყავთ დამცველად პატივცემულო ხელისუფლება უფრო მეც ეწვევს ბადებს. იმიტომ ნორმალური ადამიანი თქვენ მაგას ვერ გაგიправებთ. იცი რატო? მაგას ფეხებზე კიდე 70 წელიწად დღეს ხვალ უნდა მოყდეს, კაცო მიაკვდა ძაღლი კიდე რა. ეგ ყველა საქართველოს და ქართული მოძულეს. რაც შეეხება სხვებს. ამ ეტაპზე, აი ეგ სახელი და გვარებს ქართულდება სიტუაცია უკვე სახელი და გვარებით ვიტყვი. ამ ტიპებმა დღეს რო არაბიზაციისკენ რო იკაჩებიან თავის დროზე 1-2 წლის წინ მომცეს მე ის რა ქვია პროექტი მოსკოვში წასაღებად ის პროექტი ეხლა მოსკოვში დევს იქ რაღაცა მოხდა ცვლილება ჩემ ცხოვრებაში და რაღაცა უკვე ვისკესე გავარდი ყველა ვიდეოები და ისინი გადავიტანე იქ აი ვინც გავრილოს ხელი დაარტყა დღეს რომ მაღალ თანამდებობაზეა ტიპები ვინც კადიროსაგინა დედა და რაღაცეები და აი ეს პროექტიც იქადებს იქ რო ჩავდა იქ მე დრო რო გავიდა რომ რეაქცია არ იყო იქიდან მე ჩავედი კაცო და მე ვთქარი რა შვებით მეთი კაცო და ესე მითხეს მოდი ეგაო სულ ესე ფოტოები დამილაგეს ამაზე მეუნებიო ტიპიო ერახში დადიოდა მარსკოი კოტიკების დაცვითო შეგიძლია მე და შენ წავიდეთ ერახში და ამერიკის მარსკოი კოტიკები კატები ხო თუ როგორ კატე მედი კატე ხო ზღვის კატებმა მე და შენ ახლა პირად დაცვაში ვიყოთ ამიტომ ტიპები იყვნენ ლიბერასტები დაინა ყნოსვა აქვთ ამას ეჭვიან მეპარება ყნოსვა კაი აქვს იგძნეს რა რომ მაგათი სამყარო იშლება და შლის ჩემი სამყარო ვერაფერი რო ვერ აჩერებს რა და ვერც გაგვაჩერებენ სანამ გამარჯვების დროშას არ ავაფრიალებთ სადღაც ბრიქს ხო ბრიქსის სამყაროს გეუნებით იქ უნდათ ფეხის მოკიდება იქ ვერ მოიკიდეს ფეხი და ახლა გახდნენ აზერბაიჯანელები თურქები ირანელები და ეხლა არაბები გახდნენ აი ეს კატეგორია ხალხი დღეს აპრავებს აი ამ იმას რა ქვია აი ამ ექსპანსიას რომელიც არის გენეტიკური ეგზისტენციალური საფრთხე ჯერ ვინ მოგცა უფლება საქართველოს ტერიტორიას ქმნი ყოფილ საქართველოს ტერიტორია ვინ ხარ 14 წლით ახარ მოსული ქირით ამ ქვეყანაში შენ წახვალ ამ ქვეყნიდან ადრე თუ გვიან და ამ პრობლემას რო არ დაბადებულა იმ შთამომავლობას უპყრობებ რა საკეთებთ მე იმასაც გეტყვი ერთი კითხვა მიჩნდება როცა ესენი ამ ყველაფერს მიაღწევენ შთამომავლობა ღმერთთან უკნას შთამომავლობა ქართველი დარჩება კი არ დარჩება არანაირად და მე მახსენდება 90-იანი წლების ერთ-ერთი პოლიტიკოსის გამონათქვამი იყო ესეთი და მე ხუმრობათაც დადიოდა თუნე ხუმრობა კი რა სიმართლე გვად კართან ეს ასეც ამოვდა რომ ქართველები ბოლოში იმდენი დარჩებითო დავრჩებით არა დარჩებითო ეგრე გვეუბნებოდა ერთ ფოტოს ჩაეტევით ყველა აბსოლუტურად შეგნებულად არ ვამბობ იმ პოლიტიკოსის სახელს და გვარს უყურეთ ხალხო რუსთაველზე რო სოდომიტები ყრიან იმათაც კი არ უკადრებიათ ის რასაც ესენი კადრულებენ ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტები უყურეთ თანაც ამას წინათ იყო გადაცემაში გენერალები იჯდნენ გურამ ნიკოლაიშვილზე არ მაქვს ლაპარაკი ეხლავე გეუნებით ნახეთ სად არიან ტიპები ეხლა ოჩინელებიო რუსებს რო დაარტყავენო რუსებს დაარტყავენო და იქ რუსებს ამათ კი არ გააბლატავებენო კაცო ჩინელებიო რუსებს არ მისცემენო საქართველოს რაღაცის ანექსიას თუ რაღაცა სიგიჟებს ამობენ კაცო წარმოგიდგენიათ ტიპები სად არიან ეს ხალხი გიასთან უცნობთან ჩემ ახლობელთან იჯდნენ კაცო თვითონ ეს გოგახაინდრავად და გვიმტკიცებდნენ ხალხო
რომ ამერიკის შეერთებული შტატები თუ დღეს ქართველი არსებობს, რომ იმათი გადარჩენილი ვარ თუ ხალხო. დღეს პირველი აგინებენ დედას მაგათ. ანუ ტიპები არიან სუპერ კამელეონები. გადაუხდი ფულს ეგენი არიან. მე რომ ეს პროექტი რომ იმათ დაეფინანსებინათ, რა ხდება როგორ დღეს ასე მიირჩებდნენ, რა ქვია, რუსეთის გერბს. იქ რომ ვერ მოეკიდეს ფეხი, ანუ ეძებენ რა, ეძებეს და იპოვეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეგზისტენციალური საკითხია. ამას როგორ არის, იცი? მოვა ის დრო, რომ შენი შვილი მოგიყვანს სახში, ვიღაცას რო გონია, რომ ეს კაცი ჩემამდე მოვა შენამდე. ესე ეგონათ, მაგალითად ვიღოთ, ესე ეგონათ იმ უკრაინელებს, დღეს რო ძალით ეკაჭებიან და კივილი-ცივილი როა უკრაინის ქალაქებში, აი რომ იყავთ მობილიზებულები, კივი და დედები რო კვდებიან ქუჩაში, იმათაც ეგონათ, რომ მათ სახთან უბედურება არ მიიყვანდა და შეიძლება შუალი იღებდნენ მონაწილეობას მეიდანზე. და ის სახში იჯდნენ და კარტოფილს ატრიალებდნენ, წვავდნენ და ეს იაკეთებდნენ თავს. მიუკაკუნოთ ვარა უბედურებამ. ესე მოგიკაკუნებთ ყველას გეუნებით თავს ის ერთხელ იქნება შენიშვილი მოგიყვანს. აი ჩადრიანს და გეტყვის მამა, დედა, უამისო სიცოცხლე არ შემიძლია. რას იზამთ? მე უარეს გეტყვით, გინდა გეტყვით, აი ხლა უამოსებ. ჯვარი ეწრო საქართველოს 4-ვე კუთხისგან. ეს პროექტი ღმერთმა დაიფაროს კიდევ ერთხელ ეს რომ განხორციელდეს. აშენებენ და აშენება იციან. მართლა კარგად აშენებენ ეს არაბები. ფულსაც შემოიტანენ კაცო. ეს მამაძაღლი ექსპერტები გამოვიდნენ და რას გეტყვიან ცი? აბა ერთი სადახართ ეთი ამას ეწინააღმდეგებოდით, ამ ლამაზ 60 დღეს, მაგრამ ის შენი არ არის კაცო. უბრალოდ დგას ყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე. ამას ისე შემოგიტრიალებენ, გეტყვიან, აი ერთი სადახართ დამენახეთ, უნდა დაგთვალოთ. აი ამას ერთი ამბავი ქონათ ატეხილი. მე ეხლავე გეუნებით. მე ვიცი ეხლა რომ ჩემგან ელოდებიან რუსეთის პოზიციას. ბატონო ბატონო, აი კითხვა მინდოდა დამესვა. არაბები მე მგონი რუსეთთან შეთანხმების გარეშე ვერ გაბედავდნენ. აბსოლუტურად გეთანხმებით. აქ შემოსა რაღაცა გონია. აბსოლუტურად გეთანხმებით, მე გეტყვით. ჩემს სახლიდან 36 ზუსტად 36 კილომეტრში დგანან რუსული ჯარი. თქვენ გაქვთ 6 მილიარდი. თქვენ შეიტათ ისეთ სახელმწიფოში ფულს, სადაც 30 წლის განმავლობაში სამჯერ მოხდა ომი. გარისკავთ 6 მილიარდი ჩადებას? თუ არ დაალაგე იმათთან და როგორი დაალაგებულები არიან რუსეთი და არაბები? ეს ახლა ჩემი კომენტარის გარეშე ყველა მიცით. ყრია მთელი ვიდეოები და ცხენებით რომ მიაცილებენ ტიპს და დღემდე რომ მაგ საუდის არაბეთმა იქნება თუ რაც იქნება, ტრამპს უარი უთხრა 300 მილიარდზე. რუსების პოზიცია არის ძალიან მარტივი კაცო. რუსებს არ აინტერესებთ შენი არც თელავი, არც ქუთაისი, არც ბათუმი, ბათუმი ვისაც აინტერესებს, მალე მივხედავთ ეგ კაცო. ბიჭო, რაც მეტი ფული გექნება საქართველოში, რის ფასად ამას კი არ ვკითხულობ. რაც მეტი ფული გექნებათ, ჩემს უპირატესია უფრო მეტ პროდუქტს იყიდით ჩემგან, იმიტომ რომ სხვაგან ეს პროდუქტი არ არსებობს. მარტო მე მაქვს, სტრატეგიულ პროდუქტზე მაქვს ლაპარაკი. დენი, გაზი, ხორბალი, ყველაფერი. მაინც ჩემგან, ამიტომ თქვენ გადაწყვეტეთ, კაცო. ეკონომიკურად ვითანამშრომლოთ. თუ გინდა არაბეთის ფული იყოს, თუ გინდა რა ვიცი, ჩუჩმეკების, მე არ მაინტერესებს აბსოლუტურად. ეკონომიკაში ჩადები და ნუ მიშენებს სახლ-ქალაქებს, კაცო. აი, უყურე, ამიტომ რუსეთი არ დაუშლებს ისლამიზაციას. კაი, კაცო, 40% ცხოვრობს ვაფშეტა რო იცოდეთ. თუ სადმე კომფორტულად გძნობს ისლამი, თავს ეს რუსეთის ტერიტორიაა. თუ დღეს ისლამში, ისლამური სახელმწიფოებს კიდე სული უდგათ, მაპატიეთ, მაგრამ იმ რუსებისგან უდგათ რა. იმიტომ რომ ვერ მეტყვით ვერც ისლამურ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთი არ ეხმარება. ამიტომ მაგაზე ქართველებო თქვენ არ იდარდოთ, კაცო. თქვენ მიხიდეთ თქვენ ჩასული ქვეყანას, რომ მალე აღარ გეხნდებათ. აი ეს არის ჩემი პასუხი. მე იმასაც ნერვიულობ, რომ თქვენ ქართველებს გვექნებ, გვაქვს იმ ხელ რესურსი ჩვენ რომ აი ამ უდიდეს პრობლემას შევეწინააღმდეგოთ. თუ კი გამოხვალთ და მაგიდას ამოუტრიალებთ. აგერ ჩემი სიტყვა და თუ არა და მითხარი პატა შეყოფილ ცუდი კაცი და რაც გინდა მითხარით. როგორც კი ჩვენი სამეზობლო დაინახოს რომ ქართველები ეწირებიან თავის ქვეყნის გულისთვის, აი ამ ბრძოლაში მარტო არ იქნებით.
თქვენი როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ეხლა მე ვამბობ რა. მე თქვი ანუ ეს კრემლის აგენტია, FSB და რაღაცებს დაიწყებენ. ხო ვიცი ეს გიჟე მეტია, მაგათ არგუმენტი არ აქვს. პირდაპირ გეუბნებით. შვილი მსახურობს რუსეთის ჯარის ატომური პადვოდნილ წყალქვეშა ნავში. თუ ვინმე არ იცის რას ნიშნავს ატომური წყალქვეშა ნავი, შეგიძლია თქვა რომ იქ უბრალოდ ჯარისკაცი არ მსახურობს. და სანამ იქ მიიღებენ ქართული გვარით ვიღაცას, იმის მამა, დედა, ბებია, ბაბუა, დიშვილი, მამიდაშვილი, მამის მამა, მამის ყველაფერს იკვლევენ. მინდა, არ მინდა, კაცო, სამხედროები არიან. იმ ძმისშვილი მყავს ბოლო-ბოლო მაიორი, კაცო. ახალ მე უფრო დაჟე, ხო ხედა ეს ამათ შეიძლება რაღაცა თქვა, მე ვაფშე აუწიე პლანკა. მე ვაფშე აუწიე პლანკა. ამიტომ მაგრამ არგუმენტი მე არაფერს არ მალავ, კაცო. არც ჩემ ქვეყნისთვის არ მიღალატია. მე გეუბნებით რა მე ოჯახითა ვარ, კაცო, ოჯახში მყავს ძალოვნები. და ამიტომ რაც ქვია არა, როგორ არ ვიცნობ, კაცო. რო ჩავდივარ, რა თქმა უნდა, აბა ისინი გამადიდებელი თვალით მივიღე. იქნებ აქ სოდომიტურ სამყარო ქვეყანაში იქნებ მე ამერიკელებმა დამკერეს და რაღაცა ჩამაკ იქ რუსეთში. რა თქმა უნდა, იქ თელი სპეცსამსახურები მუშაობენ, კაცო. ამიტომ მაგ არგუმენტიც არ გამოვა რა ჩემზე. არაფერს არ მალავ მე. სხვადასხვა კაი ვიდეოები მაქვს ჩატანილი. მაგათ ვანახებ როგორ უნდა რა. დიდი მადლობა ბატონო პატა, მე ვიტყოდი და ვამატებდი იმას, რომ ნამდვილად ეს საგანგაშო რაღაც ხდება საქართველოში ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით და არიან საქართველოში დარჩენილი ის კატეგორია ხალხის, რომლებიც ნამდვილად ვერ შეეგუებიან ვერანაირად ამას და რა ვიცი მე ამას მოწოდებას არ უძახი, რომ ყველამ თავის თავს დაუსვას კითხვა, რა მოგვივა ჩვენ. მოგვივა თუ არა იმ პოლიტიკოსის სიტყვების შესრულება, რომ თქვა, რომ განაცხადა, რომ ქართველები დარჩებით ბოლოს ერთ ფოტოში ჩაეტევით. დიდი მადლობა, ეს იყო სპეციალური გამოშვება, კარგად ბრძანდებოდეთ.